რომელი გეგმა უკაცრავ? აი, წეღარ რომელზეც ჩავაბრუნდნენ ამბოხება. ეს ქუთაისის საჯაყროა. აქ არ არის მარტო ქუთაისის საჯაყროა. ქუთაისის ამბება უკაცრავ. განიხილება აქტიურად იმ ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, რომლებიც ხშირად სტუმრობენ მოსკოვს. ბატონ გუბაზ, თქვენ ხართ ეროვნულ სახალხო კრებაში ნინო გურჯანაძესთან ერთად ისეთ აქტიური მხარდამჭერია კრების. რამდენად გაქვთ ეს ინფორმაცია, ან რამდენად შესაძლებელია, რომ ნინო გურჯანაძე ამბოხებას გეგმავდეს მოსკოვში ვიზიტების დროს? ისა, ჩემო კარგებო რა, შეიძლება ვიღაცას მოგწონდეს ნინო გურჯანაძე, ვიღაცას არ მოგწონდეს. შეიძლება ლევან გაჩეჩილაძე ვინმეს მოწონდეს, ან არ მოწონდეს. და ასე შემდეგ უბასანიკიძე მოწონდეს, არ მოწონდეს. მაგრამ ერთ რამეზე შევთანხმდეთ რა. დავანებოთ ამ ტრის ხატების და მოღალატეების და სერგო ორჯონიკიძეების ხატების შექმნას. ვინც მოსკოვში ჩადის, ყველა არის საქართველოს მოღალატე. არ ამგონია ახლა მე რო ეს ასე იყოს რა. არ ამგონია ახლა დავანებოთ თავის ნეობასაც თუ უზნეობასაც. არ ამგონია პრაგმატულად ვინმეს აწყობდეს ზემოჩამოთვლილი პოლიტიკოსებისგან, ან მოქმედი პოლიტიკოსებისგან, ვინმეს უნდადეს საქართველოში სისხლის ღვრა. მე რატომღაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებისკენ შეიძლება მოვიკითხოთ ასეთი ადამიანები, იმიტომ რომ სისხლის ღვრას ეს ხელისუფლება არ ერიდება. ომი მოხდა რუსეთთან და სააკაშვილის დადარდიანებული მე არ მინახავს. 500 ბიჭი ჩააწვინა მიწაში. და არ ამგონია ეს ასე იყოს რა, რომ ნახევარზე მეტი საქართველოს არის სერგო ორჯონიკიძე. მოღალატეები მართავენ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ ყოველთვის ნაც მოძრაობა მოღალატა ქვეყნის ინტერესებს. მე რომ გითხოთ ასეა. ჩემი მოსაზრება, რა თქმა უნდა, ეს სუბიექტური არის, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფოდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერასდროს ვერ მიაღწევს. მათ შორის მეც. და სუბიექტური ვარ, მაგრამ ასე მგონია, რომ მოღალატეები და ქვეყნის მტრები უფრო ნაცმოძრაობაში არიან. აი ესე მგონია. და ბატონო გუბას, ჩემი მხრივ ბოლო შეკითხვას დაგისვამ. ძალიან აქტიურობ თქვენ. ხო, იმიტომ რომ რაც მისასალმებელი. ანუ რუსეთის სასტიკი წინააღმდეგია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერება. რატო ვთხოვია? ანუ რუსეთი სასტიკი წინააღმდეგია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერების. მარტო რუსეთია წინააღმდეგი. მე მგონი ამერიკელები წინააღმდეგი არიან. იცით თქვენ ამის შესახებ? ძალიან იცით თქვენ რომ სააკაშვილის პირობა დაადებიეს, უბრალოდ თავი დაარტყმევიეს. დიდი ინტერესით რო ის პრემიერ-მინისტრი არ იქნება. სადაც დაარტყმევიეს. კარგით, მაშინ ამაზეც გაგვეცით, საიდან პასუხი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. ჩიტმა ამბავი მომიტანა. რა შეიძლება მოიმოქმედოს რუსეთმა, რომ არ დაუშვას ქვეყანაში ქვეყნის პირველი პირის ისა, ჩემო კარგო, აი ისეთ შეკითხვა ახლა, აი როგორ რა ვიცი მე რუსეთმა რა უნდა მოიმოქმედოს. ანუ ეს მოვლენათა ჯაჭვი მე ვიცი რომ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა განსაკუთრებით უფრო გაძლიერდება ეს პოზიცია. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შემდეგ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა არის გამორიცხული და პირველ რიგში დასავლეთი ამის წინააღმდეგი. და უახლოეს პერიოდში სააკაშვილს ამ განცხადებას გააკეთებიებენ აქ. და ამიტომ გეუბნებით, რომ სააკაშვილი ოცნებობს საქართველოს მომავალი პარლამენტის თავმჯდომარეობას. იმიტომ ძალიან ძნელია. დიქტატურებს აქვს ეს მინუსი. წასვლა არ იციან. წასვლის მექანიზმი დიქტატურამ ვერ შეიმუშავა. ერთადერთი გამონათლისი, ვინც ეს მოახერხა, ეს იყო ფრანკო ესპანეთში. და მეორე ეს იყო პინოჩეტი, რომელმაც ჩაატარა რეფერენდუმი პატიოსნად, წააგო და წავიდა ხელისუფლებიდან. დანარჩენი დიქტატორები ან დაპანღურებული იქნენ უკეთეს შემთხვევაში, ან თავმოკვეთილი იქნენ უარეს შემთხვევაში. ასე არის. ეს თავმოკვეთაზე დავამთავრებია, მაგრამ დიდი მადლობა მეგობრებო.